პირველი შეგრძნებები, რომელიც ჩემს ზიარებასთან დიდ მასშტაბის მიმართ, აი რაღაც უკიდეგანო დაუსრულებელ სივრცესთან სწორედ აფხაზეთში მაგონდება, ვინაიდან პირველად იქ ვნახე ზღვა და პირველად იქ მოვხვდი ზღვაში. მე მგონი ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ეს შეხება აი ამ დაუსრულებელ ცასავით, იცით, ცასთან არ გაქვს შეხება და ზღვას მაინც ფიზიკური ფორმა აქვს წყალს და შენ ხვდები რომ ეს აქვეა, მაგრამ ამავდროულად არსად ჩანს მისი დასასრული. აი ეს პირველი ემოციური შეგრძნება სწორედ აფხაზეთში მქონდა. ისევე როგორც მულტიკულტურული და ესეთი სხვადასხვა ხასიათის ადამიანებთან პირველი კონტაქტიც იქ, იმიტომ რომ ბავშვობაში ის უბანი რაჭველების, ესე ვთქვათ, გადასახლებული რაჭველების დასახლება სოფელი გუდაუთას რაიონში არ იყო მარტო რაჭველებით სავსე აფხაზი მეზობლები ყავდა და მეგობრები მყავდნენ. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ენა, საუბრობდნენ ქართულად, საუბრობდნენ აფხაზურად, მათ ესე ვთქვათ, ეს აღქმებიც აი ამ ლინგვისტურიც პირველად იქ მახსენდება. და რაც თავარია მუსიკა, იმიტომ რომ იცით, აი ზუსტად კარის მეზობლად ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც სამწუხაროდ ხომ მე დაკარგული მაქვს მასთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ მაშინ ძალიან კარგად მახსოვს. მუსიკით იყო გატაცებული, ძალიან უყვარდა და მე ჯერჯერობით არ ვიცოდი რით ვიყავი გატაცებული. მე ვლაპარაკობ ალბათ 3-4 წლის რო ვიყავი. 5-ის. მუსიკა მიყვარდა, მაგრამ აი ის ჩემზე დიდი იყო და უკრავდა, ჰქონდა ინსტრუმენტები, გიტარაც ჰქონდა, დასარტყამი საკრავებიც ჰქონდა და ერთი სიტყვით ყოველთვის როცა ჩვენ ჩავდიოდით დასასვენებლად დედაჩემის მამიდის სახლში, რომელიც იქ ესე ვთქვათ ცხოვრობდა, თუმცა მე ვერ მოვესწარი მას და მის ოჯახს ცოცხლად. იქ სულ ჩემი ყოველდღიური საღამო დაკავშირებული იყო მუსიკასთან, ვინაიდან სტუმრად მივიდა, რომ გავიგონებდი ჟღერადობას, რამე ინსტრუმენტის გავრბოდი და იქ ვიჯექი და უსმენდი მას. და თავადაც პირველი საკრავი, რომელიც როგორც ესეთი ჩემი მონაწილეობით აჟღერდა, ეს იყო აკორდეონი, რომელიც ზუსტად არ ვიცი რანაირად, მაგრამ იმ სახლში იყო და ყოველთვის ჩავდიოდი, პირველი რასაც ვაკეთებდი, საგულდაგულოდ ჩემს მიერვე შენახულ, ვთქვათ, კარადაში გასაღებით ჩაკეტილ რაღაც ადგილას, გამოვიღებდი ამ აკორდეონს, გავწმინდავდი და ვიწყებდი მისით მუსიცირებას. ნუ ჯერ რა თქმა უნდა, უაზრო ნოტებს ვიღებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე აწყობა სხვადასხვა მელოდიების. ეგ საკრავი ჩემთვის იყო არა მარტო პირველი, არამედ ისეთი სხვანაირად ძვირფასი, იმიტომ რომ როდესაც დაიწყო ომი და ჩვენ თუ არ ვცდები ერთ-ერთ ბოლო მატარებლის რეისს გამოვყევით, ისე დაემთხვა, რომ იქ ვიყავით და ისიც მახსოვს, აი გამოგზავრება არ დამავიწყდა, იმიტომ რომ ფეხზე იდგა დიდი ნაწილი, ესე იგი, ვისაც ვერ შეხვდა დასაჯდომი, დასაწოლი, რა თქმა უნდა, იქ დაწოლაზე აღარც იყო ლაპარაკი. მთელი გზა ესე ამხელა გზა იმ ხანათ მატარებლის ეს ნელა გზავრობდა და ამდენი საათი ჩვენ ფეხზე ვიყავით ჩანთებით, ჩემოდნებით და აი გავაცნობიერე უკვე, რომ ის ინსტრუმენტის წამოღება ვერ შევძელით, ის რაღაცნაირად დარჩა. როგორც მიყვებიან, ძალიან ცხარად ვიტირე, ისე ვინერვიულე და განვიცადე და აი ეს მახსოვს, იცით, შეგრძნება იმისა, რომ მე მეგონა რომ ვეღარასდროს ვნახავდი ჩემს საყვარელ ინსტრუმენტს. ეს უფრო მახსოვს, ვიდრე ის რომ ვეღარასდროს ვერ ვნახავდი ჩემს ძვირფას აფხაზეთს, მაგრამ საოცრება, რა თქმა უნდა, საოცრებების მჯერა და სასწავლებისას მჯერა და ერთ-ერთ ესეც სასწაულად მივიჩნევ იმას, რომ ჩემს მიერ სატელევიზიო ფორმატით მოყოლილ ამ ისტორიას გამოეხმაურა ის ხალხი, ვინც ახლა იქ იმყოფებიან აფხაზეთის მხრიდან და გამომიგზავნეს ეს ინსტრუმენტი და ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, უცეფრო ისევ ვნახე აი ამდენი წლის შემდეგ და დღეს ახლა ეს აკორდეონი ჩემს სახლშია და საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი. ალბათ ამაზე დიდი საჩუქარი
ხო, ამაზე დიდი საჩუქარი, ემოციური და ესეთი აი სულიერი და ადამიანური გაგებით არც მახსენდება. დასახლება, სადაც ცხოვრობდით, ახალ სოფელი ეწოდება. მახსოვს, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ზღვის ნაპირთან. მახსოვს პირველად ჩემმა უფროსმა დეიდაშვილმა როგორ დამაძლევინა შიში ცურვის და ესე შემაგდო ზღვაში, არ მახსოვს ძალიან პატარა ასაკში, მაგრამ და სტრესი მივიღე, მაგრამ მე გამოვცურე უკან და ამან მასწავლა ცურვა და შესაბამისად მას მე საკმაოდ კარგად ცურავდი, წყალბურთსაც თამაშობდი და ესე ვთქვათ, დღესაც ზღვაზე რომ მოვხვდები, შემიძლია უსასრულობამდე გავცურო. ეს აფხაზეთიდან მახსენდება, მახსოვს სოხუმში ყოველი ჩვენი ჩასვლა, იმიტომ რომ რაღაცა სითეთრე მახსოვს, ყველაფერი იყო თეთრი მწვანესთან ერთად, აი ამ ორი ფერის კომბინაციის ესეთი იშვიათი შერწყმა, მე ბევრი უცხოურ და ჩვენ ქვეყანაში არსებულ აჭარის მხარეში ზღვის პირა ქალაქებში და დასახლებებში ვარ ბუნებრივია ნამყოფი, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი მხატვრის თვალით დანახული რაღაც იმპრესიონისტულად რო ავიღოთ ეს სიმწვანისა და სითეთრის რაღაც ნაზავი და ამას დამატებული რაღაც საოცრად ლურჯიცა, აი ეს ამ ფერთა ესეთი გამა თითქმის არსად აღარ შემხვედრია. ნუ ცხადია მატარებელი. ეს ტრანსპორტი ჩემთვის ასოცირდებოდა გუდაუთაში გამგზავრებასთან და გუდაუთიდან მე სახლში დაბრუნებასთან. და მატარებელი იმდენად დიდ სიხარულს მგვրიდა იქ ჩასვლა, რომ შესაბამისად მატარებელი იქცა ამის გამო ჩემს არა მხოლოდ ყველაზე ძვირფას ტრანსპორტად და ამიტომ მე მთელ მსოფლიოში ვცდილობ მეტი დრო მგზავრობის შემთხვევაში გავატარო მატარებელში, არამედ ჩემი სამი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოების მთავარი თემა გახდა მატარებელი. ერთ-ერთს ქვია კიდევაც ესე გზაში ნისაკენ და უკან და იქ მთლიანად მატარებლის რიტმზე აგებული დასარტყამი საკრავების სექცია და აგრეთვე კიდე სხვა ჩემ ნაწარმოებებში მატარებელს როგორც ჟღერადობის ესე ვთქვათ ელემენტს ძალიან ხშირად ვიყენებ და მგონია რომ ესეც დაკავშირებულია აფხაზეთთან და თუ კი ეს მართლაც ესეა და არ ვცდები მაშინ ჩემი შემოქმედებითი ესე ვთქვათ ბუნება და ჟღერადობაც განსაზღვრა ჩემმა ბედისწერამ, რომელიც დაუკავშირდა ბავშვობიდანვე აფხაზეთს. ეთით ეს ვფიქრობ აფხაზეთზე, რანაირად არ ვიფიქრებ. და მე არ ვიცი, აქ ძალიან ღრმად და ფილოსოფიურად, ჭკვიანურად და ძალიან ადამიანურად არის საჭირო მოქცევა იმისათვის, რომ მოვიპოვოთ უფლება, რომ აფხაზეთი იყოს საქართველო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც გვაქვს დაშვებული შეცდომები ადამიანებს, პოლიტიკას. ეხლა აქ ორი აზრით არ არსებობს თვითონ რუსეთის ასე ვთქვათ პოლიტიკაზე და მის სურვილზე და შემდგომ ყველა შენი სისუსტის და მათი სისუსტის გამოყენებაზე იმისათვის, რომ ესეთი ტერიტორიული კონფლიქტი მომხდარიყო ერთ ქვეყანაში შიგნით. მაგრამ ადამიანები წამოვაგეთ ამაზე და ჩვენც ბევრი პასუხისმგებლობა გვააკისრია ჩემი აზრით. და აქედან გამომდინარე ჩვენ რადგან უფრო მეტი მოგვეთხოვება, ამიტომ უფრო მეტად გვმართებს აფხაზეთი განვიხილოთ არა ისე როგორც განიხილეს აფხაზებმა და რუსეთმა, არამედ ჩვენ უფრო მაგრა უნდა განვიხილოთ. ჩვენთვის აფხაზეთი არ უნდა იყოს მარტო მიწა, ჩვენთვის აფხაზეთი უნდა იყოს თითოეული ადამიანი, ვინც არის დევნილი და თითოეული ადამიანი, ვინც დარჩა და ცხოვრობს იქ, აფხაზი. მე ძალიან მინდა მათი გაცნობა, ჩემი თაობის, ჩემზე უმცროსი თაობის. ძალიან მინდა მათ გაუზიარო ჩემი მუსიკა, ძალიან მინდა რომ ჩემი ორკესტრი მოვასმენინო, ძალიან მინდა მოუყვე იმაზე, რასაც ვაკეთებ, რას ვაკეთებთ ჩვენ. ძალიან მინდა რომ მივეხმარო მათ იმაში, რომ მათი მუსიკალური მიზნები და გეგმები განხორციელდეს. მე მგონია რომ ამის საშუალება მაქვს. და ისევ და ისევ პოლიტიკა არ გვაძლევს, ხო, ამ სურვილების განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ ეგება და ადამიანთა სურვილებმა პოლიტიკას აჯობოს და მართლაც საოცრება მოხდეს, რომ ამიხდეს ნატურა და ერთჩვენიერ დღეს ათეულობით აფხაზი მეგობარი მყავდეს.